ნინო კალანდაძე შემოგვერთება, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, ის გახდათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გასული ხელისუფლების დროს, ამიტომ ამ შემთხვევაში ექსპერტია ამ საკითხებში, რაც ჩვენ უნდა განვიხილოთ. საღამოშიდობის საკალბატო ნინო, ჩვენ გვაინტერესებს რა ტრაექტორია ვითარდება ახლა საერთაშორისო ურთიერთობების ენაზე, როდესაც ასეთი ირანიდან თურქმენეთამდე უკან და რაღაცა აი ამ რუსეთისგან ბიზირებულ მარშრუტებზე უკვე ძალიან ღიად თავდაჯერებულად მოძრაობს ივანიშვილის ემისარი. საღამოშიდობის ნინო, მივესალმები თქვენს მსმენელს. საქართველოსგან დამოუკიდებლად რომ დავიწყოთ პროცესების მიმოხილვით, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ და განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა გეოპოლიტიკური პროცესები და სრულიად ახალი მოთამაშეები გამოდიან სათამაშო ასპარეზზე, სრულიად ახლებური გეოპოლიტიკური წყობა შეიძლება მომავალში, ახლო მომავალში ვიხილოთ და ეს პროცესები პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება სწორედ ჩვენს რეგიონს, სადაც სრულიად ახლებური ფუნქციები და როლი გამოიკვეთ ფუნქციები სხვადასხვა სახელმწიფოების და სხვადასხვა სახელმწიფო მეთაურების როლები გამოიკვეთა. ჩვენ ვხედავთ ძალიან ნიშანდობლივ და საინტერესო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს კავკასიის რეგიონში, რასაც სათავეში უდგას ერთ მხარეს ილხამ ალიევი და მეორე მხარეს პაშინიანი, რომლებიც ძალიან ახლოს არიან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებასთან, რომელიც კავკასიის რეგიონში და ჩვენს უშუალო სამეზობლოში გადამწყვეტ როლს ითამაშებს, მაშინ როდესაც საქართველო ამ პროცესების ნაწილი საერთოდ არ იქნება. მათ შორის დასავლეთის ინტერესები რეგიონთან მიმართებით სრულიად ახლებურად დეფინირდება. ახლა მიმდინარეობს ევროკავშირში რიგი ქვეყნების გაწევრიანების პროცესი, რომლებიც უშუალო საფრთხის ქვეშ არიან რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ფარგლებში და ძალიან მკაფიო გადაწყვეტილებები იქნა აი ამ პროცესებში მიღებული. ანუ ევროკავშირმა მიიღო ძალიან მკაფიო გადაწყვეტილებები, ვის მიმართ ექნება მას ღია კარის პოლიტიკა, ვის მიმართ ექნება მას შედარებით მობიერი პოლიტიკა, როგორ პროცესებს წარმართავს ის კავკასიის რეგიონში ახალ წამოჩენილი, ასე ვთქვათ, ძალების პირობებში და სად იქნება საქართველო. ამ შემთხვევაში საქართველომ, არამედ საქართველოს ბედი ამ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით 100%-ით გადაწყვიტა კრემლმა. ანუ კრემლმა თქვა, რომ აი ამ პროცესებში საქართველო უნდა იყოს 100%-ით რუსული ინტერესების გამტარებელი. ის რაც არ გააკეთა აზერბაიჯანმა, ის რაც არ გააკეთა სომხეთმა, რომლებიც ტრადიციულ მოკავშირეებად, სატელიტებად კი მოიაზრებოდნენ კრემლის და საყრდენად რეგიონში, მათ შორის დასავლეთის საპირწონედ, აი ამ პროცესში ერთადერთი საქართველო აღმოჩნდა, რომელიც არის 100%-ით რუსული გავლენის ქვეშ. ანუ დღეს არ ყველაფერი. ხა თქვენ მესმის რომ თავიდანვე პროგნოზად გქონდათ, რომ ეს მოსახდენი ამბავი იყო და ეს მოხდებოდა, მაგრამ მაინც უკრაინის ასეთ დინამიკას არც ჩვენ ველოდი, ასეთ სწრაფად განვითარებას პროცესების მათ შორის კავკასიის რეგიონში, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად გაყინული კონფლიქტი, რომლის დაძვრას არავინ ელოდა. საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელიც მაინც ასე თუ ის ასპარეზს ინარჩუნებდა და იყო მოწინავე რიგებში, როგორც ასოცირების პროცესში, ისე რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვის პროცესში რადიკალურად შეცვლილია ახასურათი. საქართველო არის პრაქტიკულად აი ამ პატარა რეგიონში, მაგრამ მნიშვნელოვან რეგიონში ერთადერთი საყრდენი და 100%-იანი გავლენის ობიექტი კრემლის და კრემლის ინტერესების. ამას ჩვენ ამას ვხედავთ, აგერა ეს ფოტო რამდენის მთქმელია, ხო? კი ბატონო. აი ამ სივრცეში უკვე კომფორტული ვიზუალით ფოტოების გამოქვეყნება. ანუ ერთის მხრივ კომფორტული და ამავდროულად სრულიად კანონზომიერი, ანუ ლოგიკური გაგრძელება, იმიტომ რომ ჩვენ თუ იმ რაღაც თვალის ასახვევ რეალობას ჩამოვშორდებით, რომელიც ვთქვათ, შესაძლოა გვაფიქრებინებდეს, რომ ივანიშვილი ან მისი წარმომადგენლები რაიმე ტიპის დამოუკიდებლობით სარგებლობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აი ამას თუ ჩამოვაშორებთ და დავინახავთ რეალობას, რომ 100%-ით რუსული ხელით მართულია ეს პროცესები, მაშინ მივხვდებით, რომ აი ეს სურათი არის აბსოლუტურად კანონზომიერი, სრულიად ლოგიკური გაგრძელება იმ პოლიტიკის, იმიტომ რომ საქართველო დღეს არის
რუსული პოლიტიკის ნაწილი. ანუ საქართველოს დღეს გეოპოლიტიკურ პროცესებში არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, რაც გულისხმობს სწორედ აი ამ ტიპის რეგიონული კონგლომერატის ჩამოყალიბებას, სადაც რუსეთს აქვს პირდაპირ ინტერესი და უშუალო გავლენა. ასე იგი 1 სექტემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იქნება დანიაში საქართველოს გარდა. ეს დანიის მხარემ ეს გვითხრა უკვე არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ ახსნა იმით, რომ იქ არიწევენ საქართველოს, ვინაიდან საქართველოს თვითონ აქვს შეჩერებული ოფიციალურად ევროკავშირის თან მოლაპარაკების პროცესი, შეჩერებულია ეს და სწორედ ამას მოჰყვა ასეთი გამოხმაურებად საქართველოში და პროტესტი, ჩვენ ეს ყველა ვიცით. თუმცა პაპუაშვილი ერთი მხრივ ამბობს დღეს იმას, რომ ეს შეცდომა, ეს დეზინფორმაცია, შეცდომაში შეყვანილი ეს ხალხი და ორმაგი სტანდარტია, როცა ამას ამბობენ. მეორე მხრივ ახლა თურქმენეთიდან ერთად მოვისმინეთ სიუჟეტი, კობახიძე ამბობდა, რომ 2030 წლისთვის ამზადებენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობისთვის. ეხლა ეს უკვე ვიზე გათვლილი თამაშია. ეს ვისთვის თამაშია, ეს ვის სჭირდება ახლა ან ვის სჯერა? ძნელი სათქმელია ვის სჯერა, მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ ქვეყნის გარეთ არავის აღარ სჯერა, იქ ვიზეც თეორიულად გათვლა უნდა იყოს, რომ მათთან კიდე რაღაც ტიპის მოლაპარაკების თუ დიალოგის რესურსი შესაძლოა არსებობდეს და რაღაც ტიპის ანკესების ჩაგდება ცდილობდეს რეჟიმი, ეს პრაქტიკულად შეგვიძლია გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ არ არსებობს დასავლეთში სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ საზოგადოებრივი აზრი იმის თაობაზე, რომ საქართველოს არანაირი გაწევრიანების პოლიტიკას არ აწარმოებს. არათუ გაწევრიანების პოლიტიკას არ აწარმოებს, ის ასოცირების პროცესში საერთოდ აღარ მოიაზრება, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილმა ეს პოლიტიკა ძალიან მიზანმიმართულად, კანონზომიერად და თანმიმდევრულად აწარმოა. არა იმიტომ, რომ დასავლეთმა იმედი გული აიცრუა საქართველოზე, რადგან საქართველოს პოლიტპატიმრები ყავს, არამედ იმიტომ, რომ ივანიშვილმა ეს ნაბიჯები ძალიან მიზანმიმართულად, კანონზომიერად გადადგა, სწორედ და თანმიმდევრულად, სწორედ იმ გათვლით, რომ ჩვენ ასოცირების პროცესის ნაწილი აღარ ვიქნებოდით იმ მომენტისთვის, როდესაც ამას რუსეთი ჩვენგან მოითხოვდა და რუსეთმა ეს ჩვენგან მოითხოვა, სწორედ აი ამ გეოპოლიტიკური ახლებური მიმდინარე პროცესების ფონზე. ამას ის ასრულებს ძალიან პირნათლად. ახლა ვიზე რა ვის ელაპარაკება პაპუაშვილი ქვეყნის შიგნით ძნელი სათქმელია, რაღაც ტიპის ლეგიტიმაციისთვის მათ ალბათ ჭირდებათ მაინც, რა ვიცი, უხეში ნათქვამია, მაგრამ თავი მოუქონონ საქართველოს მოსახლეობის. ეს იმის მათ ვინც თუ კი დარჩა ასეთი, ვისაც სჯერა მათ ამორჩეველში, რომ ვინც აი ამ პროპაგანდით იკვებება და ვინც მაინც იმედოვნებს, რომ ეს არის ევროკავშირში გაჭევრიანების პოლიტიკის ნაწილი განსხვავებული რიტორიკით, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს საერთოდ არსად არ იქნება, არათუ პრაქტიკულად, არამედ ფორმალურ ტრიბუნებზეც კი არ იქნება წარმოდგენილი. ანუ ჩვენ აღარ ვსაუბრობთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ასოცირების პროცესი საერთოდ აღარ არსებობს. ანუ საქართველოს ასოცირების პროცესში საერთოდ აღარ მონაწილეობს, ის არის რეგიონში განყენებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც იბრძვის იმისთვის, რომ კრემლის გავლენებისგან გათავისუფლდეს, მაგრამ ობიექტურად მხოლოდ კრემლის გავლენებით იმყოფება. ესე იგი 28-მდე გაჩერებულია მოლაპარაკების პროცესი და კობახიძე ამბობს, რომ 30-ისთვის მზად ვიქნებით ევროკავშირის წევრობისთვის. ეს აბსურდი, რომ ვინმე დაიჯეროს, სულ მცირე არანაირი ლოგიკა არ უნდა გააჩნდეს, რომ ეს თანმიმდევრობა ფაქტობრივი და განცხადებების დაიჯეროს, გაიაზროს და მოკლედ ამის მიხედვით მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ ძალას. მოდით ნახოთ მეორე მიმართულების თვალსაზრისით რა ხდება. ანუ როგორც საბჭოთა საუკეთესო ტრადიციაში იყო, ერთი ცუდი დასავლეთი, ხო, ასე აქვს აღქმული ქართულ ოცნებას, ასე წარმოუდგენს დასავლეთს, როგორც ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარ აუდიტორიას, ხომ? ჩვენ ნახეთ გუშინ კარის ფილოსოფოსის შათირიშვილის მორიგი პასკვილი, Deep State-სა და რაღაცა ტიპის ამერიკულ ოლიგარქიულ ოჯახებზე, ძალიან ესეთი სასაცილოა, რომ ოლიგარქიულ ოჯახებზე საუბრობს და ოლიგარქების გავლენებზე ზოგადად ეხა თვითონ ფილოსოფოსი პირი, ფილოსოფოსი კაცი, ასე ვთქვათ, მაგრამ საუბრობს. და დღეს უკვე კობახიძემ თქვა, რომ მეგობარი აქტის თემა მათ ძალიან აღელვებთ. ეს არ უთქვამს, მაგრამ გამოსჭიოდა ეს მისი განცხადება და მოდი ნახოთ ახლა ეს განცხადება და შემდეგ უკვე ამერიკის მიმართ პოლიტიკა და ტრამპის მიმართ ხელფეხ გახსნილი, ასე ვთქვათ, უკვე შეურაცხმყოფელი განცხადებები რას ნიშნავს, ესეც განვიხილოთ.
თუ რომელიმე აქტში, მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციაში ან იგივე მეგობარი აქტში არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართული ხალხის წინააღმდეგ გავრცელდებოდა კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ თუ იმეს იმედი აქვს, რომ მეგობარი აქტს რაიმე ეფექტი შეიძლება კონდეს, რა თქმა უნდა, ძალიან სთება ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ იმას, თუ რამდენად არის ამ დოკუმენტებში ასახული სიმართლე. მოკლედ მათ იციან, რომ მეგობარი აქტი შეიძლება შეფერხდა, მაგრამ იქნება. და უკვე საამისოდ ემზადება პროპაგანდა, ხომ? ეს რა შეცვლის ახლა მათ ცხოვრებაში? ოცნების მთელი პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ მივიტაცოთ არჩევნები, ჩვენ შევძლებთ მივიტაცოთ ძალაუფლება, მაგრამ იმის გამო, რომ დასავლეთს რეგიონის მიმართ განსაკუთრებული ინტერესები გააჩნია, მათ მაინც მოუწევთ ჩვენთან საუბარი ერთშვენიერ დღეს და ამიტომ მიიღებენ მოცემულობად იმას, თუ ვინც იქნება იმ წუთისთვის ძალაუფლებაში და იყენებდნენ ისეთ მაგალითებს, როგორიც შესაძლოა ნაკლებად სარგებლიანი მაგალითი ამ შემთხვევაში ორბანი, მაგრამ იყენებდნენ რეგიონშივე არსებულ მაგალითებს, სადაც მათ შორის დიქტატურულ თუ ავტორიტარულ რეჟიმებთან დასავლეთი თანამშრომლობს ამ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ეხლა ეს რიტორიკა და ეს მთლიანი მათი პროპაგანდისტული გზავნილები ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც გავიდა თვეები, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს ახალი პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია, რომლის პირობებშიც არათუ არ გაუმჯობესდა ეს ურთიერთობები, ამ მათ პირობებში პრაქტიკულად ჩიხურ პროცესში შევიდა ნებისმიერი იმედი დიალოგის წარმოების იმისთვის, რომ ივანიშვილმა თავისი პირობებით გამოივაჭროს ლეგიტიმაცია, ანუ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს მმართველობის ეს ფორმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რაღაც ეტაპამდე არაადეკვატურად ჰქონდა ამისი იმედი, უსაფუძვლოდ მას და შესაძლოა საფუძვლიანად იმის გათვალისწინებით, რომ მათ იმედი ჰქონდათ, რომ მოსკოვის მედიაციით რაღაც სხვა პროცესები წარიმართებოდა, მაგრამ ეს იმედები მთლიანად გადაიწურა მას შემდეგ რაც და მე მგონია რომ აი ამ მომენტს ელოდნენ, რაც დონალდ ტრამპის მიერ ექსპლიციტურად გაჟღერებულ იქნა, რომ რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკას აღარ ექნება ადგილი, რომ ის აქტიურად დაუჭერს უკრაინას მხარს და რომ ის პუტინთან მიმართებით ეს განცხადებებიც არის რუსულ პაკეტში, შეგვიძლია ეს თქვათ, ხომ? სადაც არის რუსული პაკეტი, თავისი განცხადებებით, განწყობების გამოვლინებით, ამ წუთში ზუსტად იქ არის ივანიშვილის პროპაგანდა. აბსოლუტურად, ანუ არა მხოლოდ ზუსტად იქ არის სიტყვით იგივე იმეორებენ, რასაც ამბობს ლავროვი. აი ლავროვი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი ებრძვის დასავლეთს მარტო, ლავროვი საუბრობს იმაზე, რომ ოლიგარქებით და ოჯახების მმართველობით და კლანებით იმართება ამერიკის შეერთებული შტატები, ერთ-ერთში იმეორებს მე აქ შათირიშვილი თუ ივანიშვილი თუ კობახიძე თუ იქნება სიტყვით. ან ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ აღარ აქვთ დიალოგის მოლოდინი და მათ აშინებთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათ შორის მეგობარ აქტთან მიმართებით პოზიციებს არ შეიცვლის. მადლობა ნინო გალანდაძე, საინტერესო ანალიზისთვის ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორს.